მინდა მოგიყვეთ ერთი წარმატებული კურნალობის შესახებ. კლინიკაში შემოვიდა 27 წლის ქალბატონი, წელის მე-4-მე-5 მალთაშორისი დისკის მწვავე თიაქრით, მწვავე ტკივილებით, იდენტიფიცირდა თიაქარი დაახლოებით 5.5 მმ-ის ზომის, დაეწყო კურნალობა ჩვენს კლინიკაში, კერძოდ რეზორბციის მეთოდით და შედეგმაც არ დააყოვნა. პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა და ტკივილები ალაგდა, ხოლო შემდეგ საკონტროლო MRT-ში გამოჩნდა, რომ თიაქარი შეხორცდა. ეხლა გაჩვენებთ სლაიდების სახით. ესე იგი, მკურნალობის დასაწყისში აღინიშნებოდა, როგორც გითხარით, მე-4-მე-5 მალთაშორისი დისკის 5.5 მმ-ის ზომის თიაქარი, მე-4-მე-5 მალთაშორისი დისკის და ასევე მეორე პატარა თიაქარი, მე-5S1 მალთაშორისი დისკის თიაქარი. მკურნალობის შემდეგ თიაქარი შეხორცდა. ანუ განიცადა რეზორბცია. იყო ეს, ეხლა არის ეს. ამიტომ იცოდეთ, თიაქარი არ არის განაჩენი. ის სწორი მკურნალობით განიცდის რეზორბციას, ანუ ხორცდება.